ახალ წლამდე ზუსტად ერთი კვირა გვაშორებს და ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა წინა საახალწლო სასაჩუქრე შესყიდვები განსაკუთრებით აქტიურდება. ქართული კომპანია ბლუტაბლა კი ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომლის პროდუქციაზე მოთხოვნა ამ პერიოდში კიდევ უფრო იზრდება. კომპანია სუფრებს, ჭურჭელს, რანერებსა და სხვა მსგავს პროდუქციას აწარმოებს უფრო ვრცლად. ბლუტაბლას საქმიანობისა და წინა საახალწლო გაყიდვებზე საუბარს ნინი ტყემალაძესთან, ბლუტაბლას მარკეტინგის მენეჯერთან ერთად განვაგრძობთ, რომელიც გვერდდება საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. ნინი, გამარჯობა და მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მეც გილოცავთ და მადლობა ძალიან დიდი პირიქით თქვენი დროისთვის და მინდა რომ რაღაცა ეს პერიოდიც მოვიკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს გასული წლების გამოცდილება, წინა წელს ამოვიღებდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წინა საახალწლოდ ყველა ბიზნესი ასე ვთქვათ გაჩერდა, თუმცა იმის წინა წლების გამოცდილებით, მათ შორის თქვენს მაგალითიც იყო ხოლმე ყოველთვის რაღაცა ეს პერიოდი განსაკუთრებით აქტიური, ფუსფუსი შეიგრძნობოდა, თქვენი მხრივ ამარაგებდით სხვადასხვა შეთავაზებებით და ასე შემდეგ და იყო ასე ვთქვათ ეს ცხელი პერიოდი რითეილში. ეხლა რა ხდება? წელს რამდენად შეიცვალა თუ რჩება იგივე ტენდენცია? კი, მინდა გითხრათ, რომ ეს საახალწლო სამზადისი ყველაზე უფრო ცხელი, ასე ვთქვათ, ეს არის დრო არის და რა თქმა უნდა ჩვენს რამდენიმე კვირით დავიწყეთ მზადება, გააქტიურდა უკვე მომხმარებელი ორი კვირადან უფრო და უფრო მატულობს ასე ვთქვათ ინტენსივობა და ჩვენც მზად ვართ ამისთვის და მოკლედ ძალიან ესეც სიხარულით და ამისთვის ვემზადებოდით მთელი წლის განმავლობაში მინდა გითხრათ და ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ ვთქვათ 2025 წელი აუცილებლად ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი პროგრესის მატარებელი იყო კომპანიისთვის სხვადასხვა ასპექტების მიმართულებით მაგალითად როგორიც არის ვთქვათ ქსელის გაფართოება, პროდუქციის განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერება მაგალითად ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ რეგიონების განვითარებას და თუ აქამდე თბილისის გარდა მხოლოდ ბათუმში ქონდა ფილიალი, წელს დავამატეთ ქუთაისში, რუსთავში და გორში და ასევე თბილისში გავხსენით სრულიად ახალი კონცეფციის მასშტაბური მაღაზიები, ისეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე, როგორებიც არის ესე იგი Maxis Towers-ი ჭავჭავაძის გამზირზე, East Point-ი და შარდენი. ამაზე არ ვჩერდებით. ბლუტაბლა ყოველთვის მუშაობს და ასე ვთქვათ, ცდილობს რომ მისი ასორტიმენტი გავაფართოოთ და მეტი დიზაინი შევთავაზოთ მომხმარებლებს. სწორედ ამ მიმართულებით, ვთქვათ, ბევრ კატეგორიას დავამატეთ ახალი დიზაინები და შესაბამისი კატეგორიის კამპანიებით გავაძლიერეთ და ზუსტად ასე მაგალითად აღსანიშნავია ფარდაგების ხაზი, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლების მხრიდან. ასევე აქტიურად მუშაობთ და წარმატებით ვანვითარებთ საბავშვო ხაზს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ბალიშები და პლედები და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მინდა ასევე ვახსენო, რომ ბლუტაბლას მიუხედავად იმით, რომ საერთაშორისო გაყიდვებს აქამდეც ვაწარმოებდით საერთაშორისო ვებსაიტის და ამაზონის მეშვეობით, წელს საოპერაციო და ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ ეტაპზე გადავედით. ბრიტანეთში მაგალითად დავაფუძნეთ კომპანია, რეგისტრაცია დავარეგისტროთ ახალი ასე ვთქვათ ობიექტი, სადაც მომარაგება ხდება უკვე საწყობში და თუ ადრე ვთქვათ ტრანსპორტირებას კვირაზე მეტი და ჭირდებოდა და ძალიან ძვირი იყო, ახლა უკვე 2-3 დღეში ხდება და მე ერთსაც აღნიშნავ, რომ Amazon Prime-ის წევრი გავხდით, რაც გულისხმობს ბრიტანეთის მასშტაბით მაგალითად პროდუქციის იმ მომდევნო დღესვე მიწოდებას. ანუ ბრიტანულ ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებთ, ასე გამოდის. მიღმა ამისა და მასთან ერთად ცხადია, როგორი არის ასე ვთქვათ საერთაშორისო ექსპანსიის შედეგები. დიახ, ანუ როგორც გითხარით, უკვე წლებია Amazon-ზე ვარ წარმოდგენილი და მსოფლიო მასშტაბით სხვა თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება მიწოდება, თუმცა ამას ვახმართ ლოჯისტიკურ, ვთქვათ, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ, ასე ვთქვათ, პროგრესიც მიმდინარეობს და უფრო ეფექტური და ასე ვთქვათ, ოპერატიული ხდება მიწოდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საწარმოო პროცესის გაფართოებაზეც აქტიურად მუშაობთ, წარმადობა გავზარდეთ და რამდენი მინდა გითხრათ
შემოსავლები ზოგადად ძალიან გაიზარდა და იზრდება და მოთხოვნა იზრდება როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მსოფლიოს მასშტაბით. და უნდა აღინიშნოს, რომ აი ახალ დანადგარებს ბიც იგეგმება, რომ ასე ვთქვათ, დავნერგოთ ახალიდან დავამონტაჟოთ და ეს მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ და კიდევ უფრო ოპერატიულად უპასუხოთ მზარდ მოთხოვნას. რა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა დაახლოებით? 30%-ით გაიზარდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან დიდია ინტერესი და მინდა აღვნიშნო კიდე ძალიან ასე ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლების ლოიალობა და ასე ვთქვათ, გულშემატკივრობა, მათი და მხარდაჭერა, რაც ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელია, რადგან და მადლობა მინდა გადაუხადო და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია მათი ასეთი აქტიურობა და ერთგულება და ქვეყნის ფარგლებს მიღმა ვინ აქტიურობს დაახლოებით ძირითადად უფრო რომელ ბაზრებს გამოყოფთით, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა მოთხოვნიდან გამომდინარე თქვენთვის? როგორც ბრიტანეთი, ასევე ევროპის სხვა ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც შორეულ პერსპექტივაში ასევე განვიხილავთ მაგალითად ლონდონის მსგავს ქალაქებში უკვე ფიზიკური მაღაზიების გახსნასაც. ასეთი მოთხოვნაა? ნაწილი უკავია ექსპორტს, აი საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვებს თქვენს პორტფელში. ამაზონის სახით თუ მათ შორის აგერ ბრიტანეთში. ძირითადი გაყიდვები ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე მოდის, მაგრამ იმ ხელა პერსპექტივა არის უსხოეთში და ისეთი დაინტერესებაა, რომ ნამდვილად აქტიურად მუშაობთ და ვემზადებით ამისთვის საწარმოო პროცესის თვალსაზრისითაც. ქართულ ბაზარზე როგორი დინამიკა შეიმჩნევა წლიდან წლამდე, რომ შევატაროთ ეს პერიოდები ერთმანეთს, რამდენად მზარდია, მათ შორის რიცხვებში როგორ გამოიხატება? ძალიან მზარდია, მინდა გითხრათ. ხალხს უფრო და უფრო უყვარდება ბლუტაბლა და ჩვენ ესე იგი ბრენდი ძალიან კარგად დამკვიდრებულია და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა ბრენდი არსებობს, ჩვენ კონკურენციას არ განვიხილავთ როგორც საფრთხეს, რადგან ისიც უნდა ითქვას, რომ ბლუტაბლა ერთ-ერთი ამ ნიშის ერთ-ერთი დამაარსებელია და მთავარი ორიენტირი მას უჭირავს ხელში და პირიქით ჩვენ მუდამ მუშაობთ განვითარებაზე და ახალი დიზაინის შეთავაზებაზე და გვიხარია, რომ ჩვენს მომხმარებელსაც ძალიან მოწონს ჩვენი პროდუქცია და ხო, ამ ხრივ როგორ იზრდება რაღაც რა მაჩვენებლით შეგვიძლია საუბრობთ? მინდა გითხრათ, რომ აი საშუალოდ ზუსტად 30% არის ის ამ მიმართულებითაც, რომელსაც თანსდევს საწარმოო პროცესის გაფართოება და აი პროპორციულად ხდება ამ პროცესს. კი ბატონო. რომელ პროდუქციაზე მოდის ყველაზე დიდი მოთხოვნა და ძირითადად ასე ვთქვათ, ეს არის ისევ რჩება სუფრები, როგორც რაღაც ტრადიციული ელემენტებით შთაგონებული პროდუქტი, თუ მათ შორის ახალ ინოვაციას რასაც ამატებთ, ამაზეც ასე ვთქვათ, მოყვებათ აქტიურად. რა თქმა უნდა, ტრადიციული სუფრები ძალიან აქტუალურია და პოპულარულია, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. და მინდა გითხრათ, რომ ხო, ანუ ჩვენი მთავარი დაპირება ასევე არის ახალი სიახლის ასე ვთქვათ შეთავაზება და მუდმივად ახალ დიზაინზე მუშაობთ, რაც კიდევ უფრო ასე ვთქვათ პოპულარულია ის, რაც ახალია. მაგალითად, ახლახანს შევქმნით სუფრა კალანდა ამ სადღესასწაულო სეზონისთვის და ანუ პირველი არის სიტყვაზე მოთხოვნადია, ყველაზე მოთხოვნადია, ძალიან დატვირთულია ქართული სიმბოლიკით და სადღესასწაულო ელემენტებით და ანუ ძალიან ესეთი აქტუალურია და აი ასე თუმცა მინდა აღნიშნო ისიც, რომ ტრადიციული დიზაინები, როგორც კლასიკური ლურჯი სუფრა, კალანდა და ასე შემდეგ, კალა და სხვები, ისინიც არ ასე ვთქვათ, კარგავენ აქტუალობას და ყოველთვის ვთქვათ, მათი პოპულარობა არ იკლებს ვთქვათ, ახალი დიზაინების კვალობაზე და რაც ძალიან გვახარებს. კი ბატონო, სუყეთ ხურავთ წელს სიახლეების თვალსაზრისით და რამდენად 2026-იც გადაყვება ეს ტენდენცია, რა გეგმები აქვს ბრენდს დასახელებლად? აუცილებლად ყველა ამ მიმართულებით ვაპირებთ აქტიურ მუშაობას და განვითარებას და ხო, ამ მიმართულებით როგორც ვთქვათ, საწარმოო ხაზის, ასევე ვთქვათ, ბევრი სიახლის შეთავაზებას ვაპირებთ სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებით და მოკლედ ბევრი კარგი სიახლე ელექს. წარმატება ძალიან დიდი თქვენ ბლუტაბლას და ყველა გეგმის მიზნის დათქმულობაში მიღწევა და განხორციელება აუცილებლად ნინი ტემალაძე ბლუტაბლას მარკეტინგის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი.